2025 წლის 8 ოქტომბერს ჟენევაში გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ რეზოლუცია სახელწოდებით თანამშრომლობა საქართველოსთან მიიღო. აღსანიშნავია, რომ რეზოლუცია, რომელსაც საქართველო 2017 წლიდან წარადგენს და რომლის მთავარ თემას საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ადამიანის უფლებების მდგომარეობა წარმოადგენს, კონსენსუსით პირველად გავიდა. რეზოლუციას საბჭოს სხდომაზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალიამ წარადგინა. კონსენსუსით მიღებით ადამიანის უფლებათა საბჭომ გამოხატა უპრეცედენტო მხარდაჭერა საქართველოსადმი. რეზოლუცია სერიოზულ შეშფოთებას გამოთქვამს რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონებში ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის წინააღმდეგ განხორციელებული სხვადასხვა სახის დისკრიმინაციის და ადამიანის უფლებათა დარღვევების ფაქტებზე. რეზოლუციაში საბჭო ხაზს უსვამს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების საფუძველზე შექმნილი ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მნიშვნელობას. რეზოლუციაში ადამიანის უფლებათა საბჭო კიდევ ერთხელ ადასტურებს საერთაშორისო აღიარებულ საზღვრებში საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას. რეზოლუცია პირველად იქნა მიღებული კონსენსუსით 2017 წლის შემდგომ, მას შემდგომ, რაც საქართველოს წარადგენს მას ადამიანის უფლებათა საბჭოში. ეს იყო მზარდი და უპრეცედენტო მხარდაჭერის გამოხატვა საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან საქართველოსადმი, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თანამედროვე ტურბულენტური მსოფლიოს ფონზე. მნიშვნელოვანია და ხაზმინდა გაუსვა დიდ მუშაობას, რომელიც გასცია საქართველოს მთავრობამ, საგარეო საქმეთა სამინისტრომ, შესაბამისად დეპარტამენტებმა, მისიამ ჟენევაში ამ წარმატების მისაღწევად. რეზოლუციაში თანამშრომლობა საქართველოსთან გავიდა კონსენსუსით, რაც უდაოდ ნიშნავს მზარდ მხარდაჭერას საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან. საგარეო საქმეთა სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს, ჟენევაში საქართველოს მისიის თითოეულ თანამშრომელს მინდა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადო დაუღალავი შრომისთვის.